გული ცნობა და გონება ერთმანეთზე დაჰკიდიან. რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან. უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან. ადამიანის ყველა განსაცდელის მიზეზი უმეცრებაა. თალეს მილესელმა ბევრ რამეში გაუსწრო დროს. ძველ ბერძენ ფილოსოფოსს ჰქონდა თვისებები, რაც რენესანსის პერიოდის უნივერსალური ადამიანისთვის დამახასიათებელი იყო. იყო ნიჭიერი ფიზიკოსი, მათემატიკოსი. მილესის სკოლის დამაარსებელი. მიიჩნევა, რომ თალესი ბერძნული ფილოსოფიის ფუძემდებელი იყო. მეცნიერების იდეებს არამარტო ანტიკური ხანის ფილოსოფოსები იყენებდნენ, არამედ შემდგომი ეპოქების მოაზროვნეებიც. თალეს მილესელი. ცუდები ყველგან უმრავლესობაში არიან. საკუთარ თავში ნაკლოვანებები ეძია და სხვებში კი ღირსებები. ყველგან და ყველასგან მხოლოდ კარგი გადმოიღე. შემეცნებაში, საიდანაც არ უნდა დაიწყო, მაინც საწყისში დაბრუნდები, რადგანაც ჭეშმარიტება წრეს წარმოადგენს. გარეგნობა კი არ უნდა შეალამაზო, არამედ სულიერ საწყისებში უნდა იყო ლამაზი. სხეულის ნეტარება ჯანმრთელობაში მდგომარეობს, გონების ნეტარება კი ცოდნაში. ყველაზე ბრძენი არის დრო, რადგანაც ის ყველაფერს ნათელს ხდის. სამყარო ადამიანის შიგნითაა მოთავსებული, მის გონებრივ შემოქმედებაში. ცუდზე თუ ფიქრობთ, ცუდს მიიღებთ, კარგზე თუ ფიქრობთ, კარგს მიიღებთ. მრავალსიტყვაობა ჯერ კიდევ არ არის გაგების საწინდარი. ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა, ყველაზე იოლი სხვებისთვის რჩევების დარიგებაა. სახლიდან გააგდე ადამიანი, რომელიც სხვებს ძილს სამებს. დადექი თავდებად და იზარალებ. გარეული ცხოველებიდან ყველაზე უარესი ტირანია, შინაური ცხოველებიდან პირფერი. ყველაზე ძლიერი გარდაუვალობაა, რადგანაც ის ყველაფერზე მბრძანებლობს. მტრების დასაჯერებელიც კი არ დაიჯერო, მეგობრების კი დაუჯერებელიც დაიჯერე. მეგობრები მარტო მათი გვერდზე ყოფნისას კი არ უნდა გახსოვდეს, არამედ არ ყოფნის დროსაც. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილები ისევე მოგეპყრობიან, როგორც თქვენ პყრობით თქვენს მშობლებს. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.